არ ვიცი რამდენმა მოისმინეთ დღევანდელი სახარება პირველად, მაგრამ ყველაზე პოპულარული ნაწყვეტი არის მთელი სახარებიდან. შეიძლება არავის არ ქონდეს დაკითხული ეს სახარება, მაგრამ უძღების შვილის შესახებ ყველა მიცის. ეს ისეთი არის, მაგრამ ცოტა თუ უკვირდება დეტალებს რა ხდება შიგნით ამ იგავში. ანუ მარტო ის არ არის, რომ მამამ მიიღო ცუდი ტიპი შვილი, გაქცეული სახლიდან დაბრუნებული შვილი, ხო? ეკლესია გვთავაზობს დიდი მარხვის პერიოდში ამას, როგორც ნიშანს იმისა, რომ უფალი არის ყოვლად მოწყალე და მიუხედავად იმისა, რას ჩავიდენთ, არ აქვს მნიშვნელობა ამას. ის ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს როგორც მამამ, როგორც მშობელმა, იმიტომ რომ ეხლა ვისაც შვილები გყავთ, იცით, რაც არ უნდა დააშავოს თქვენმა შვილმა, არ არსებობს მსგავსი დანაშაული, რომ არ მიეტევოს მას თქვენგან. თქვენი შვილი არის, ასე ვთქვათ, ყველაფერი თქვენთვის. და რაც არ უნდა ქნას, ის მაინც თქვენ შვილად რჩება. აქედან გამომდინარე, ეს მამა განასახიერებს ზეციერ მამას, რომელიც მიუხედავად ჩვენი ბევრი ცოდვისა, მაინც მზად არის ჩაგვიკრას გულში. რაც არ უნდა ქონდეს და ადამიანის რომ ყავდეს მოკლული. შენ მისი შვილი ხარ. მაგრამ შენ პასუხისგებლობა გაქვს როგორც ამ უძღებ შვილს, რომ მოინანიო გულით. აღიარო, რომ ჩაიდინე დანაშაული, აღიარო, რომ შეცდი. მთელი ლოგიკა ამ ყველაფრის არის მაგაში. ამ იგავის ლოგიკა, რომ ერთის მხრივ ჩვენ გვყავს მამა, რომელიც არის უპირობოდ მოყვარული და მეორეს მხრივ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელმაც უნდა აღიაროს ის, რაც ჩაიდინა. არ არის ახლა აქ ლაპარაკი იმაზე, რომ საჯარო ახსარება მოვაწყოთ ან რამე. თქვენს ტვინში შეგიძლიათ ეს. ასევე ეს იგავი ეკლესიას ეხმიანება, რომ ეკლესიაც ყოველთვის უნდა იყოს მოწყალე და არ იყოს, ანუ ეკლესიას ხელი უნდა ქონდეს გაწვრილი ადამიანისთვის, ცოდვილისთვის, მაგრამ არა დასამონათებლად, არამედ დასახმარებლად. დაცემული, ცოდვილი, არ ვიცი, ნებისმიერი სახის ცოდვა, ვისაც კი აქვს ჩადენილი, ეკლესიის როლი არის არა ის, რომ ჭკუა ასწავლოს მას, ანუ დატოქსოს, კი არ უნდა დატოქსოს, უნდა მიიღოს როგორც მშობელმა, უნდა მიიღოს როგორც მობიერმა ინსტიტუციამ, რომელიც არის იმისთვის დაფუძნებული, რომ ადამიანები მიიყვანოს ღმერთთან და არა პირიქით. თუმცა ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ მეორე ვარიანტს. 40 დღის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვმარხულობთ, ჩვენ ფიზიკურად მაინც და მაინც არ არის საჭირო რომ იმარხულოთ, თუ არ შეგიძლია, არ არის სავალდებულო ეს მარხვა, იმიტომ რომ მარხვა გჭირდება იმისთვის, რომ გამტკიცდეთ სულიერად. მაგრამ მარტო თუ ფიზიკურად ვიმარხულოთ, ეს არაფერს არ შეცვლის. ალბათ ყველა მიცით ის ღადაობა ხო, სამარხო წეხვეული და სამარხო ხინკლები და ასე შემდეგ რომ არის. ანუ რა აზრი აქვს მაგას, ეს ხო თვალთმაქცობა არის. ეს არის ნაცრის შეყრა თვალში. თავი არის რომ გულით იმარხულო, თავი არის რომ შიგნიდან დაიწყო გაწმენდის პროცედურა, რასაც მარხვა ძალიან გვეხმარება. იმიტომ რომ თუ ჩვენ არ გვაქვს მოწყალება, თუ ჩვენ არ გვაქვს არ არის თამდები ლოცვა ჩვენი ყოველდღიურობის, მაშინ შენ ხორ შეჭამ, იქ მოზვერ შეჭამ თუ რა, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მარხულობენ, თითქმის ვეგანები არიან, მაგრამ სიტყვით კლავენ ხალხს. ისეთ სიტყვიან. და ალბათ ისიც გსმენიათ ქრისტემ რო თქვა, ხო? არა ის ავნებს ადამიანს, რაც მასში შედის, არამედ ის, რაც მისგან გამოდის. შესაბამისად, თუ მარხულობ და იწევლები, ის მარხვა აღარ არის. და კიდევ ერთი რაღაცა არის გასათვალისწინებელი, რომ მარხვა და მოწყალება ღმერთს კი არ უნდა. შენს მოყვას უნდა. ღმერთმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი და როგორღაც ჩვენს გარეშე, ჩვენი მარხვის გარეშეც გააგრძელებს არსებობას. მაგრამ ჩვენი მოწყალება, ჩვენი სიყვარული, ჩვენი ლოცვა სჭირდება თითოეული თქვენგანი ვინც ის ახლა გვერდზე, ვინც გიზით, მათ სჭირდებათ ეს და არა ეფემერულ არსებას. რომელიც ზოგიერთ საერთოდ არ აღჯერა რომ არსებობს, მაგრამ ისევ და ისევ ეს ყველაფერი გვეხმარება იმისთვის, იმაში, რომ ჩვენი მოყვასის ცხოვრება გავაუმჯობესოთ. ეს მე პირადად მქონდა ზუსტად ანალოგიური შემთხვევა, როდესაც 18 წლის გავხდი.
გასაღები გამოვართვი ძალით ჩემი სახლის. და 18 წლის ბიჭმა ჩავიგდე ხელში ბინა, რომელიც 2 წელიწადში აღარ იყო. და ანუ ზუსტად ესევე მიმიღეს სახში უკან. მე წარმოდგენაც მიჭერს ახლა ჩემს ოჯახის წევრებს ეთქვათ, რომ შენ მიიღე შენი საკმარი და ეხა წადი აქედან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოჯახის წევრებში მოიძებნებოდა აი იმ ძმისნაირი, რომელიც გულში ვიშვიშებდა, რომ ანუ ხომ მისცა ეხა ამას თავისი, რაღაცა მოვიდა, რაღაცა მიიღო. ეს ძმა, ამ ძმის დანაშაული რა არის? ის რომ უსიყვარულოდ იქცევა, მოწყალების გარეშე იქცევა, ხო? ანუ ადამიანს ფეხი რო გადაუბრუნდება, შენ ზემოდან კი არ უნდა გადაუარო, უნდა წამოაყენო ის. და ეს არის მოწყალება. თორე ხა მშობლებმა იციან ხოლმე ბავშვი რო დაეცემა, ხო, ვაფრთხილებთ ხოლმე წინასწარ, რომ არ ირბინო ისი არქნა და რო დაეცემა, აი ხო გითხარი. ეს არ არის სწორი მიდგომა. პირიქით უნდა ჩაეხუტო ამბობს და უთხრა, ხო, არა უშავ, შემდეგში დამიჯერებ. ეს შე რო ეტყვი, რომ აი მე ხო გეუნებოდი. ცოტა ცუდად ითარგმნება ბავშვის ტვინში ესა. აქედან გამომდინარე მაპატია დიდაქტიკა. იმდენად მნიშვნელოვანი არის მოწყალების დროს სიყვარულის გამოხატვა, რომ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ თუ სიყვარული არ მაქვს, რწმენა რომ მქონდეს იმხელა მთების გადაადგილებაც რომ შემეძლებოდეს, მე არარაობა ვიქნები. ანუ რწმენა რომ მქონდეს, იდეაში რწმენა რომ მქონდეს, შენ სიყვარული თანდაყოლილად მოყვება. მაგრამ არის ხალხი, რომელიც დადის ეკლესიაში, დილიდან საღამომდე ათენებს, მეტანიებს აკეთებს და ასე შემდეგ, მაგრამ რო გადის ეკლესიიდან, ზძულს თავისი მოყვასი. ის ჭორებსაც ყვება, ინტრიგებსაც ხლართავს სხვის მიმართ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის ქრისტიანობა. მარტო გარეგნულად რაღაც კოსმეტიკის ნაწილი რო ხდება ქრისტიანობა, ეს უკვე საშინელება არის. იმიტომ რომ ჯობია ვიღაცა ის ყალთაბანდი გარეთ ვიდრე ის, რომელიც კოსმეტიკასავით იყენებს ქრისტიანულ რიტუალებს. მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ იყო საშინელი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მწყემსმა ცოლ-ქმარი მოკლა. ამერიკელი ცოლ-ქმარი. მაგრამ სამართლიანად მას ბრალი მიესადაგა, დაიჭირეს, გააწუსაღეს და ასე შემდეგ, მაგრამ რატო ვახსენებ ამას? ამ მოკლული წყვილის მშობლებმა საჩუქრად გაუგზავნეს ბიბლია. ამ დამნაშავეს. ვითომ არაფერი ხო, რაღაც წიგნი გაუგზავნეს, მაგრამ ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა, რომ შენ მიიღე ზიანი, მაგრამ შენ მზად ხარ სულიერად ისეთი ძლიერი ხარ, რომ აპატიო ადამიანს. მე არ ვიძახი, რომ ყველა შეგვიძლია ეგეთი რაღაცა გავაკეთოთ და ვაპატიოთ, მაგრამ ქრისტიანობა არის ზუსტად ეს. გატკინეს აპატია. იყენებენ, გამოაყენებინე თავი. მაგრამ სიყვარულით უნდა გააკეთო ეს ყველაფერი და არა ის, რომ სიძულვილით და აი ყოლია მე ესეთი ნაცნობები, რომლებიც ითმენენ ამ ტანჯვას ესე ეგრეთ წოდებულს და გულში ბოხმას იგროვებენ. არა. ბოხმის დაგროვება უკვე აღარ არის ამასთან კავშირში. იმიტომ რომ თუ შენ ქრისტეს მიმდევარი ხარ, თუ ქრისტეს ფილოსოფიას იზიარებ, ესე იგი უნდა გაუშვა. ბოხმის დაგროვება ჯერ ეგერთი შენთვის არის ცუდი. მეორე ეს არანაირად არ ჯდება ქრისტიანობაში. აქტიური მოწყალებისკენ მინათ რომ მოგიწოდოთ, რადგან დიდი მარხვა სრულდება, უკვე 2 კვირა და აღდგომა იქნება, გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ ცოტა საკუთარ თავზე იმუშაოთ შიგნიდან და არა გარედან. მე არ მოგიწოდოთ იმას, რომ ხორცისგან თავი შეიკავოთ, ანის გააკეთეთ ანის. მე არ ვარ თქვენი დიეტოლოგი. მაგრამ შემიძლია სულიერი რჩევები მოგცეთ რა გააკეთოთ. თქვენი გადასაწყვეტი თქვენ თვითონ უნდა გადაწყვეტოთ. გინდა ხორცეჭამ და გინდა იმას რა ქვია ბოსტნეულით გაიჭრიბები. მაგრამ ერთი რაღაცა მინდა გთხოვოთ, ვიცი რომ ბევრი თქვენგანი არა ეკლესიურია და საერთოდ ეკლესიის გვერდზე ჩავლაც და ეხა აქ რო ზიხართ, ეგეც უცნაურობა არის თქვენთვის, მაგრამ მინდა გთხოვოთ რომ დღეში 5 წუთი გამოყოთ და დაჯდეთ დუმილში. არ გთხოვთ ლოცვას, არ გთხოვთ არაფერს. უბრალოდ 5 წუთი
და აი ტელეფონ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ 5 წუთი. ელაპარაკეთ. დუმილში გააჟღერეთ ხმა. და ელაპარაკეთ შემოქმედს. არ არის საჭირო სიტყვა. არ არის საჭირო არაფერი. უბრალოდ მენტალურად ელაპარაკეთ. გათიშეთ ყველაფერი ამ ცხოვრებისეულ. 5 წუთი. დაიწყეთ 5 წუთიდან, შეგიძლიათ გაზარდოთ. დაიწყეთ ერთჯერადი ქმედებიდან, გადადით ორჯერადზე. აი მერე იქნება შეიძლება ლოცვაზეც გადახვიდეთ, დაწერილზე და დაზეპირებულზე. მაგრამ მანამდე არანაირი აზრი არ აქვს თუ თქვენ დიალოგი არ აგაქვთ. იმიტომ რომ ლოცვა სხვა არაფერია თუ არა დიალოგი ღმერთთან. რაც არ უნდა ზეპირად იცოდე და სხვაპასხუპით ჩამოიარო ეს ლოცვები და ასე შემდეგ, არანაირი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ გულქვა ხარ. და ეს ამას არ ვამბობ დამამცირებლად, ამას ვამბობ ქრისტეს მიერი სიყვარულით. გულქვაობა ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის ჩვენს დროში. იმდენი პრობლემა არის გარედან, ყველა მხარეს გვიწევს ბრძოლა. და ჩვენ ავტომატურად ხდებით გულქვა ადამიანები, განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც იდევნებიან სხვადასხვა ნიშნების გამო. არა ახლა კონკრეტულად რომელიმე ჯგუფზე ლაპარაკი. ადამიანის გულქვაობა არის თავდაცვითი მექანიზმი და ამის galgობა ძალიან ბევრ დროს საჭიროებს. მე პირადად ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ გამოსულიყავი მებრძოლისა და ასე ვთქვათ, აქტივისტის როლიდან. თუმცა ყოფილი აქტივისტები არ არსებობენ როგორც ამბობენ, მაგრამ იმდენად გულქვა ვიყავი, იმდენად გულქვა, რომ ადამიანი რომ მოგეკლა ჩემ თვალწინ, მე რეაქცია არ მექნებოდა. და რომ არა ესეთი გულქვაობა, მე ვერ გადაურჩებოდი საქართველოს. და ეს არ არის მარტო ჩემზე. ნებისმიერი ქართველი რო ავიღოთ, ნებისმიერი, აი თქვენ აქ რომელიც იხართ, ხო, თქვენს თავში, გულში ჩაიხედეთ. როგორი გულქვა ხართ? რამდენად გაციებული გაქვთ ემოციები, ხო? მე ჩემი თავიდან ვიცი, რომ ძალიან გაციებული მაქვს და წლები დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ღუმელი თავიდან ამემუშავებინა და გული ისევ თბილი ყოფილიყო და რამე თბილ მომენტზე ცრემლი წამსკოდამოდა. გავადამიანურდი ხელახლა და ამას მუშაობა სჭირდება და სულსაც აი ეს დამეხმარა მე, რომ 5 წუთი დღეში თვალი დახუჭე, არაფერი არ თქვა, კონდეს დიალოგი. შეკარის ზეცა და მიწა და დუმილში ხმა გაჟღერდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. და მინდა დავამთავრო ერთი ცნობილი თეოლოგის გამონათქვამი, თუ მოგე კარგი იქნება. ჯონ უესლის გამონათქვამი არის: გააკეთე იმდენი სიკეთე, რამდენი შეგიძლია. ყველა საშუალებით, ყველა გზით, ყველა ადგილას, ყველა დროს. ყველა ადამიანისთვის სანამ შეგიძლია. თუ ამას არ აკეთებ, მაშინ რა ვიცი, უბრალოდ ამძიმებ დედამიწას.